დღევანდელ რეალობაში ქართული ოცნება ისეთი ტიპის რეჟიმად არის ქცეული, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის თავისუფალ სიტყვას. მიზანმიმართულად ახშობს თავისუფალ სიტყვას და ცდილობს, რომ მხოლოდ მისი პროპაგანდა ისმოდეს ყველა მედია საშუალებიდან, ეს იქნება ინტერნეტ მედია თუ ტელემედია. ქართული ოცნებისთვის დღეს მათი მთავარი იარაღი არის პროპაგანდა, რათა უფრო მეტად გამოურეცხონ ტვინი მოსახლეობას და დააჯერონ, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მათი სიმართლე. დღევანდელ რეალობაში ჩვენ ხვდებით, რომ ყველა ის სიტყვა, სადაც არ ისმის მათი პროპაგანდული, ასე ვთქვათ, ნარატივი დღევანდელი რეჟიმისთვის არის მიუღებელი და ისინი მავნებლური მეთოდებით ცდილობენ, რომ აი ეს თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ, ჯერ კიდევ რაღაც პატარ-პატარა მედიებიდან და ინტერნეტ სივრციდან ისმის თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რაც ხალხის, ასე ვთქვათ, რეალური პრობლემაა, ის სიტყვა, რაც ხალხის რეალურ მოთხოვნილებებს და ხალხის რეალურ გასაჭირზე საუბრობს. მაგრამ ქართული ოცნებისთვის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუღებელია, სადაც არ ისმის მათი პროპაგანდა, ის პლატფორმა არ უნდა არსებობდეს და აი ამ მავნებლური მეთოდებით ცდილობენ, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში.